ვისაუბრებთ, მანამდე კი სტუმრად ყავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და კოალიცია განათლება ყველასთვის საქართველოს წარმომადგენლები, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდო დააფუძნეს და პრეზენტაციაც უკვე გამართეს. და სანამ შემოგვიერთებიან ჩვენი სტუმრები, მოდი ვნახოთ პატარა ვიდეო რგოლი და განვაგრძოთ შემდეგ საუბარი. კარგი მასწავლებელი ძლიერი საზოგადოების საწინდარია. ჩვენს მასწავლებლებს ურთულეს პერიოდში მოუწიათ საქმიანობა. წარმატების მიღწევა მრავალმა ჩვენგანმა მასწავლებლის დახმარებით შეძლო. მასწავლებლობა პრივილეგია, ხელოვნება და პასუხისმგებლობაა. კარგი მასწავლებელი ცხოვრებას გვასწავლის. ამ პროფესიას დაფასება და განვითარება სჭირდება. მასწავლებლობა სასურველ პროფესიად უნდა იქცეს ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მომავალი მასწავლებლების ხელშია. 30 მაისს იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონკურსი მასწავლებლებისთვის. 5 ოქტომბერს მთელი ქვეყანა გაიგებს, ვინ გახდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. მომავალი განათლებაშია. და დროა უკვე მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები, წარმოგიდგენთ მათ ირინა ხანთაძე, კოალიცია განათლება ყველასათვის, ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე 2016 წლიდან, ყავს მეუღლე და 3 შვილი და გიორგი მაჩაბელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2014 წლიდან, 50 წლის ყავს მეუღლე და 2 შვილი. დილამ მშვიდობის, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენ სტუმრას, პირველ რიგში დიდი მადლობა უნდა უთხრათ მათ, რომ დაგვიწმეს დრო, იმიტომ საკმაოდ ხარჯია და დარწმუნებულია, რომ ორივე მათგანს ძალიან ბევრი საქმე აქვს, გამონახეს ჩვენთან და მაყურებელთან შესახვედრად დრო. დილამ მშვიდობის და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. კამპანიით უნდა დავიწყოთ, კამპანიას საუბრით უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ძალიან კარგი კამპანია არის ეს ნამდვილად, რომ ეს შეუწყობს მასწავლებელთა განვითარებას ხელს, თუმცა უნდა გკითხოთ, თქვენ უკვე გავრცელეთ საიტი T-Price-G, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა და ზოგადად როგორი რეზონანსი აქვს კამპანიას? კი ბატონო, დღესდღეობით უკვე 150-ზე მეტი პედაგოგი არის რეგისტრირებული. ვფიქრობ, რომ კვირის მანძილზე ამ კვირა დღეს იმედია კიდევ ცოტა გაიზრდებოდა რეგისტრაციების რაოდენობა. ასე რომ გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაცია ხუთშაბათს გაიხსნა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ დროისთვის დამდგარი შედეგით. გრძელდება ეს კამპანია. პარასკევს ჰქონდა შეხვედრა კახეთის პედაგოგებთან თელავში, ხვალიდან რეგიონებში გასვლები გაგრძელდება და იმეც ვიტოვებთ, რომ ძალიან ბევრი მასწავლებელს მოვიდა. ბატონო გიორგი, თუ საიდუმლო არ არის, ვინ არის ჟიური, თუ აფასებს ჟიური ამას, ვინ არიან ეს ადამიანები? ჟიური საიდუმლო არ არის, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ტრანსპარენტულად, ღიად. ჩვენ საიტზე არის გამოქვეყნებული ამ ჟიურის წევრები, მიმოხილვა მათი, ასე ვთქვათ და ყველას აქვს საშუალება შევიდეს საიტზე და ნახოს ჩვენ შევეცადეთ, რომ ჟიური, მაგრამ სანამ საიტზე შევალთ, რამდენიმე გვარი ეგრე გითხრათ. ესენი არიან ის ხალხი, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს საქართველოს განათლების განვითარების მიმართულებით, ცალკეული პიროვნებების დასახელება. ვიდეო რგოლში ვინც ვიხილეთ, ისინი ხომ არ შედიან ჟიურიში? ვიდეო რგოლში ვინც არის, არა, უშუალოდ ამ ვიდეო რგოლში არ არიან ჩვენი ჟიურის წევრები, მაგრამ თუმცა მხარდამჭერები არიან. რას მიექცევა მთავარი ყურადღება? მე ვარ პედაგოგი, დავრეგისტრირდი საიტზე, ვიღებ მონაწილეობას, რა კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილო იმისთვის, რომ მე მივიღო ყველაზე მაღალი ჯილდო? კი ბატონო, პრიზის ფარგლებში ჩვენ ხელმძღვანელობთ ეგრეთ წოდებული გლობალური მასშტაბის გლობალური ჯილდოს მეთოდოლოგიით. ანუ საქართველოს მიიღო აკრედიტაცია ჩვენი კოალიციის მხარდაჭერით ამ წლის მარტში ჩვენ გადმოგვეცა გლობალური მასწავლებლთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. ეს გახლავთ საერთაშორისო მსოფლიო მნიშვნელობის ანალოგიური ტიპის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდება $1 მილიონი.
შესაბამისად ჩვენ რომ მივიღეთ ეს აკრედიტაცია, ბუნებრივია უპირატესობა მივანიჭეთ, რომ მეთოდოლოგიის დაწესებაში და პროცედურების განსაზღვრაში გვეხმარება ამ ჯილდოს მეთოდებით. ეხლა არ მითხრათ, რომ საქართველოში 1 მილიონს მიიღებს, თორემ მე აქვე გული წავიდა. საქართველოში ჩვენი გამარჯვებული მიიღებს 10,000 ლარს და ჩვენ ერთი გამარჯვებული იქნება თუ რამდენიმე პედაგოგს აქვს საშუალება რომ ფინალისტი გამოვლინდება, 5 ფინალისტს გაიგებს მთელი საზოგადოება სექტემბრის მეორე ნახევარში, ხოლო ამ 5-დან უკვე დასახელდება გამარჯვებული 5 ოქტომბერს. აუცილებლად უნდა მე მინდა ერთი ვთქვა, რომ აუცილებლად უნდა ჩვენ ამ წელს დიდი მადლობა გადავუხადოთ ამ პრიზის მხარდაჭერისათვის ქალბატონ ნინა გუდავაძე პატარკაციშვილს, სწორედ მისი მხარდაჭერით მოხერხდება წელს, რომ ჩვენი გამარჯვებული პედაგოგები აი ამ ჯილდოთი. სხვადასხვა ძალიან საინტერესოა ეს, რომ არაუწყებრივია დაუშვათ იგივე პრიზის დამწესებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, კომპანიას, სახელმწიფო სტრუქტურას თუ არასახელმწიფოს გაუჩნდება შემდეგ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს და მეტი პედაგოგი დააჯილდოს. განათლების სამინისტროს შართულობა როგორია? ამით არის გამორჩეული, გეთანხმებით, აი ზუსტად თქვენ კომენტარს გავაგზავნებ, იმიტომ რომ უნიკალურია ეს ჯილდო თავისი ფორმით, შინაარსით და იმითაც რომ ეს თანამშრომლობა არის ამ ჯილდოს ფარგლებში, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციის და მასმედიის, რასაც ხაზს გაუსვავდი და კერძო ფონდების ასევე. განათლების სამინისტრო არის მხარდამჭერი ამ ჯილდოსი, ჩვენი ცენტრი არის დამფუძნებელი კოალიციასთან, არასამთავრობო კოალიციასთან ერთად და განათლების სამინისტრო მთავარი მხარდამჭერია. ბატონო გიორგი, აუცილებლად უნდა გკითხოთ სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც გაირკვა, რომ 2,000 მასწავლებელს არ აქვს უმაღლესი განათლება, თუ მოხვდებიან თქვენს კონკურსში ასეთი სუბიექტები. როგორ მიხვდებით, რომ მათ განათლება არ აქვს? ანუ უბრალოდ საბუთებს ითხოვთ ალბათ, ხო, ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ამის ბაზა არსებობს. ჩვენ სრული ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რა განათლება და რა ბექგრაუნდი აქვს, ასე ვთქვათ, მასწავლებლებს. არის იქ კრიტერიუმები, ძალიან მკაცრი კრიტერიუმები გაწერილი, რომლის მიხედვითაც ეს კომისია იმჯერებს და განახორციელებს. რამოდენიმე ეტაპად არის შეფასება მასწავლებლების, ჯერ თვითონ უნდა წარმოადგინონ თავიანთ თავზე ინფორმაცია, არგუმენტირებული ინფორმაცია, რატომ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში და გაიმარჯვონ და შემდეგ უკვე სხვა ეტაპების მიხედვით ჩვენ ადგილზეც ვამოწმებთ ამ ინფორმაციას, იქნება გასაუბრების ეტაპიც და შემდეგ იქნება უკვე კონსენსუსით კომისია მიიღებს 5 გამარჯვებული სექტემბერში გამოვლინდება 5 ფინალისტი, ხო? სექტემბერში გამოვლინდება 5 ფინალისტი და მასწავლებლის დღეს, საერთაშორისო დღეს 5 ოქტომბერს იქნება გამოვლენილი. როგორ გეძილა წლის მასწავლებელი თუ აი თვითონ ჯილდოს უშუალოდ როგორ ქვია? საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი ძალიან მაგარია. ერთი რამე მინდა ვიკითხო, კი, ერთი რამე მაინტერესებს. მე მესმის რომ კონკურსანტები ან მონაწილეები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ, მაგრამ ყველა მასწავლებელი თანაბარ პირობებში არ არის, ხო, ბუნებრივია და გულისხმობ რეგიონების პედაგოგებს, სადაც ურთულეს პირობებში უწევთ 9 კილომეტრს, 10 კილომეტრს ფეხით რომ მასწავლებელი გადის. ჩემთვის უკვე რაღაცა რამდენიმე პლუსია და პრიორიტეტია, ვიდრე დაუშვათ იგივე ქალაქებში მომუშავე პედაგოგი. თუ იქნება რაღაცა პატარა შეღავათები მაინც თუ ექნებათ. რაღაცა მეტი მოვეფეროთ ამ ბავშვი მაინტერესებდა. თუ ჩვენ შევხედავთ კრიტერიუმებს, ჩვენ ამ კრიტერიუმებში ერთი რასაც ვუყურებთ არის მოსწავლეთა შედეგები. ესე ვთქვათ, სწავლების პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია რამდენად ინოვაციურია, საინტერესოა, ინტერაქტიულია და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე შემდეგი სხვა კრიტერიუმები, რომლებსაც შევხედავთ, არის რამდენად კონკრეტულად ეს ადამიანი, რომელზეც კანდიდატურაზეც ვსაუბრობთ, არის საზოგადოებრივად აქტიური პერსონა, არის როლური მოდელი გარკვეულწილად იმ თემისთვის, იმ გარემოცვისთვის, რომელშიც ის მუშაობს თავის სასკოლო საზოგადოების მიერ აღიარებული პიროვნება და ასე შემდეგ. ანუ
გულისხმობთ, რომ გარდა იმისა, რასაც მასწავლებელი აკეთებს საკლასო ოთახში, ასევე ყურადღება მიექცევა ის, როგორი მოქალაქეა, როგორი იხარჯება საზოგადოებისთვის, სოციუმისთვის, რომელშიც ის ასე ვთქვათ, ცხოვრობს და მუშაობს. დავამატებდი, რომ ისევე როგორც ალბათ ექიმს აქვს ვალდებულება, რომ ნებისმიერ ვითარებაში გადაარჩინოს საკუთარი პაციენტი, სიცოცხლე შეუნარჩუნოს მათ, ალბათ მასწავლებელიც, როდესაც ამ პროფესიას ირჩევს, უკვე ვალდებულია, რომ მოსწავლეს მიაწოდოს სრულფასოვანი განათლება იმის მიუხედავად, სად და რა პირობებში უწევს მას მუშაობა. მე მაინც გონია, რომ ერთი გამარჯვებული ძალიან ცოტაა, ჩემს ბოლოს დავაფიქსირებ, 5-ვე გამარჯვებული უნდა იყოს, 5-ვე ფინალისტი უნდა იყოს გამარჯვებული. მადლობა, ნამდვილად ჩვენც ვფიქრობთ, რომ 5-ვე ფინალისტი უკვე ჩვენთვის არიან გამარჯვებული და ამის აღნიშვნელი შესაბამისი ჯილდოები მათ ასევე შესაძლოა არ არის გამორიცხული ამ ხელა აქტივობის თქვენი აქტივობები თუ ასე გაგრძელდება კიდევ უფრო მეტი კომპანია გამოჩნდეს რომელსაც მეტი პედაგოგი ძალიან დიდი მადლობა რომ მოგდანთ ერთი რამე ჩვენი დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმრები ჩვენს კითხვებს პასუხობდნენ პირდაპირ ეთერში ირინა ხანთაძე და გიორგი მაჩაბელი ახლა კი რეკლამის დროა